კარგი. ათასობით სამუშაო ადგილი, რომელიც როგორ გამოთხოვ პასუხი? არ არის, დაიკარგა და. ჩვენ ვაკეთებ. ყველაზე ცუდი ამ ქვეყანაში რაც ხდება არის შენების გარანტია და უნდა შეცვალოს. წინა წლებში აი ეს ყველაფერი კარგი რაც შეიქმნა ჩვენ ვართ ერთნი, უბრალოდ არის როლები გადანაწილებული. იმ 15 წლის შემდეგ ეს არის არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს არა ბედი თუ ვინ იქნება ქალაქ თბილისის მერი ან რომელი გუნდით იქნება საკრებულო წარმოდგენილი. არა, უბრალოდ ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მომდევნო 3 წელიწადი თბილისის განვითარების, ასე თქვათ, ხედვა. ეს იქნება არჩევნები, სადაც მაინდამაინც პოლიტიკური შეხედულების და სიმპათიებიდან გამომდინარე კი არ უნდა გააკეთოს თბილისელებმა არჩევანი, არამედ იმის ხედველობაში მიღება უნდა მოხდეს თუ ვის რა უნარი ცოდნა და გამოცდილება აქვს რომ ქალაქი განვითარების ახალ მომდევნო ეტაპზე გადაიყვანოს. შეუძლებელია ქალაქი ხელთ ჩაუგდოთ იმ ძალას, რომელსაც სურვილი შეიძლება კონდეს რომ ქვეყანა და ქალაქი განავითარო, მაგრამ არანაირი შესაძლებლობა, არანაირი კომპეტენცია და არანაირი უნარი. ეს იქნება სრულიად არაორდინალური არჩევნები. მე თქვენ გპირდებით, ეს იქნება არჩევნები, რომლის შედეგის გამოცხადებისთანავე სული შეეკრება ძალიან ბევრ არაკეთილ მოსუნე ჩვენი ერისა, ქალაქისა და ქვეყნისა. 2014 წელი, პირველი წელია 2004 წლის მერე ამოიღეთ სტატისტიკა და ნახეთ. როცა ერთი თეთრით არ გაზრდილა პენსია. 2014 წელი პირველი წელიწადია, როდესაც ჩვენ უკვე იმაზე სეკვესტრზე დავიწყეთ ლაპარაკი. სოციალური დახმარება 30% მოსახლეობის, მათ შორის თბილისში, მოუხსნეს. ბიზნესის მოცულობაც და ბიუჯეტის საერთო რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. წელს პირველი წელია, როდესაც არ გაიზარდა, არ მივცეთ დღევანდელ ხელისუფლებას აი ამ წრედის ჩაკეტვის შესაძლებლობა.